მეგობრებო, ვაკეთებ ქათმის გულის ბამბის სალატს. ხო, ამისათვის გვესაჭიროება წითელი ბულგარული მწარე ცოტა გემოებისთვის მწვანე ბულგარული აუცილებლად რომ თქვენ იცით რომ სალათებს ძალიან უხდება მწვანე ბულგარული, კიტრი, სტაფილო ცოცხლად ყველაფერი, აი ეს რაც არის მოხარშული კვერცხი ესეთ დაჭრილი, სიმინდი მეგობრებო, მაიონეზი. ეს მაიონეზი მე გავაკეთე, მიდევს რეცეპტი და თუ მაგალითად გინდათ რომ ადვილად ამოიყვანოთ, ერთი სუფრის კოვზი, რაც მიწერია, ყველაფერი წერია. ისა სმეტანა დაამატეთ მეგობრებო და ძალიან ადვილად ამოიყვანთ მაიონეზს რა, ერთში თან ძალიან გემრიელია. აქ მაქვს ქათმის გულის ბამბა, ცოტა კიდე დასაჭრელია. თქვენ იცით რომ რა რთულია ამის დაჭრა და ნერვები მეშლება, ხან მიქსერით ვჭერი, ხან იმით, მაგრამ ბოლო მაინც უნდა ხელით დავამთავრო. ერთი სიტყვით და აქ მაქვს მწვანილები. ეტაპობრივ ნელა-ნელა ყველაფერს ეხლა მე მოვათავსებ ამ ჩემს გობურაში, რომელიც სიხარულით ვყიდულობ, რასაც ვყიდულობ. ჩავყარეთ სტაფილო, ჩავძახოთ ეს დანარჩენი რაც არის. ჩავყაროთ სიმინდი ჩემო ლამაზებო, ჩავყაროთ კვერცხი ესეთი მდგომარეობით დაჭრილი, საჭრელი ვიყიდე და 100 ჭრის და ეხლა დანარჩენსაც გავაგრძელებთ. ჩავყარე მეგობრებო ისიც აი ეს სანერვიულო ნერვების ამშლელი, ზოგი დავჭერე, ზოგი მიქსერით, ზოგი ფჩხილებით, რა ვიცი. ჩავაყარე. ეხლა აქ მაქვს მწვანილი. ქინძიც არის, პეტრუშკაც არის, ცოტა კამაც ვიპოვე და ნედლი ხახვი. აუცილებლად უნდა დავაჭრა მეგობრებო, ოღონდ ჯერ არა მაქვს ამ წუთში ამოტანილი მჟავე კიტრის მწნილიც, ერთი ცალი და ჩემი გაკეთებული მაიონეზი. აი ასე. გორვეშველები ჩემს შვილებს ხო ხედავთ? რამდენ რამეს არ ვაყიდინებ ოჯახში. ნაზად მოურიოთ. ეს ამოსაღებად გამომადგება, ნაზად სხვა რამით მოვიტანეთ ჩემო ძვირფასებო და ამოურიოთ დაბლიდან გემრიელად. აი ასე. ეს მაიონეზი გენაცვალეთ, არც წყლად იქცევა. იმ დღეს ფასქლებაო, მომიტანა ჩემო ბიჭმა და გეფიცებით გადავყარე ისა სალათები. სუწყლად იქცა, სუწყლად და მე ვთქვი კაცო, რაზე ვყრი ამდენ ფულს, ხო, 6 და 7 ლარები ღირს. და ისა. მეტი არ უნდა. მე კიტრის წყლსაც რო დავამატებ, მაქვს კიდე, აი. და თუ საკმარისი არ იქნება, მე დავამატებ მეგობრებო. აი ეს არის ჩვენი ქათმის სალათი, რომელიც არის ძალიან გემრიელი და ჩემს სტუმრებსაც მოეწონებათ. დავაყრი ახლა შავი პილპილი, ეს ქათმის გულის ბამბა ეს ჩავწერე, უნდა მოვხარშოთ ძვირფასებო ნახევარი თავი ხახვით, 2 დაფნის ფოთოლი და 1-5 მარცვალი შავი პილპილი და მარილში. აუცილებლად თუ გინდათ რომ გემრიელი გამოგივიდეთ სალათი. მე მგონი გასაგებად ვთქვი, უნდა მოიხარშოს მარილში 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 1-5 ცალი შავი მარცვალი პილპილის და ნახევარი თავი ხახვი. სტაფილოც თუ გენდომებათ ჩააგდეთ და აი ისე ნახავთ რა გემრიელი გამოგივათ მე ჩემო ძვირფასებო. ის სტაფილო მე შეგიძლიათ დააჭრათ და დაამატოთ სალათს. ან კიდე შეჭამოთ მიერთვათ. ერთი სიტყვით აი ასეთი
გემრიელი სალათი გავაკეთე. ახლა გადავიტან შუშის ჭურჭელში და შევაბრძანებ მაცივარში, უფრო რომ გაუჭდეს გემრიელი. მეგობრებო, აი ასე. გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით. ჩემო ძვირფასებო, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, დამიწერეთ, ხაზზე ვარ, აუცილებლად გიპასუხებთ. მიყვარხართ და დროებით კიდე ჩავწერ რაღაცებს.